პირველად საქართველოში დღეს ჩვენ გავსინჯავთ დარწმუნებული ვარ, რომ პირველები აუცილებლად 14 წლიან special კი არა, strictly limited edition ესე აწერია ლაფროიქს ვილემ დეფოსთან ერთად კოლაბორაციაში შექმნილს და აი მართლა დარწმუნებული რომ პირველები ვართ. იმიტომ რომ როგორც გამოვიდა ეგრევე გამოვიდა საქართველოში. გამოვიდა კი არა, სანამ ლაფროიგის საიტიდან დაიწყეს გამარჯვებულებისთვის ბოთლების დაგზავნა, მანამდე უკვე თბილისისკენ გზაში იყო. თბილისისკენ გზაში იყო ზუსტად აი ამ ის რა ქვია ამ ადგილის მე როგორც მიყვარს თქმა, სადაც დაუიწყარი ვისკები ისინჯება, ვისკის მოყოლთა კლუბის ბარის მისამართზე მოდიოდა უკვე გზაში იყო ეს strictly strictly limited edition. აღარ ყოფნით მარტო limited იყო ხოლმე ადრე, მაგრამ ეს მართლა limited-ია, ახლა ამაზე ვერ გავუყურებთ, იმიტომ რომ კამპანია არის, ნაწარმოები უზარმაზარი ფულია დახარჯული და ვიც მაგის მოყვარული ხალხ ალბათ უკვე შეატყობდით კიდეც არაჩვეულებრივი მაგარი მსახიობის ვილემ დეფოსთან ერთად კოლაბორაცია ლაფროიგის პატარ-პატარა ბევრი ვიდეოები შემოყარეს და სასიამოვნო კარგი რაღაც ისინი და მე თუ მკითხავთ რა ვილემ დეფოს მაგარი შერჩეული არის ლაფროიგის ასე ვთქვათ ამ კამპანიის სახედ, იმიტომ რომ უხდება რა აი რაღაცნაირი ტიპია, do I like it? Yeah, do რაღაცებს აკეთებს რა და ტიპი ხო ბრედ პიტი რო ყოფილიყო წარმოიდგინე, დიკაპრიო რო ყოფილიყო წარმოიდგინე, ლაფროიგზე თავს ჩაკრავდა რა კერა ბიჭია, ნუ აი არ უხდება რა. ამასთან პარალელურად გამოვიდა გლენ მორანჟი ისა ვაიმე რა ქვია, ჰარისონ ფორდი და ისიც ზუსტად ჯდება. კარგია ჰარისონ ფორდი. რო ჩაანაცვლა ჰარისონ ფორდი რო ლაფროიგზე იყოს. ხო. ეს ერთ არ მოხდებოდა რა. ალბათ არა ხო, ეს არ მოხდება ბიჭო, აი ვილემ დეფოს სახეს ნაოჭებს რო უყურებ, აი ტორპის თუ მიმცემს რა. ალბათ აი ნახე რა, კაი სახე დამაჯერა რა, კაი კამპანია გამოვიდათ ესე იგი ხო, აქამდე ხო არ მიფიქრია. მაგრამ ნუ ძალიან უხდება. თვითონ ბოთლზე რო ვთქვათ, არის 14 წლის დაძველებით, თავიდან არის ბურბონის კასრი და შემდეგ არის თვითონ დეფოს მიერ შერჩეული first fill ოლოროსოს კასრი. რამდენი ხანი არის დაფინიშებული ამ ოლოროსოში არ არის ნათქვამი. კასრის სიძლიერის არის 53.7 გრადუსი და ხო დაგვრჩა რომ გავხსნათ და გავსინჯოთ რა. ხო, ეს არა ქვია. 5 ცოტა სხვანაირია, უფრო ოთხკუთხედი, ის არის მართკუთხედია, კვადრატი არ არის აქედან რომ შეხედავთ. ანუ შესაბამისად განიერია რა და განიერი იმიტომ არის რომ შიგ მეორე ფენა აქვს. ნუ ეს მაინც იკადრეს ხა კაი ჯანდაბას კარდონები ვაპატიოთ რაღაცნაირად და ნუ ეს კიდე ერთი დამცავი ზევიდან აქ დაგხედებთ მაინც. ხო, ჩორების არ აქვს ხოლმე და აი აქ ნახეთ ეს აქ რა შიგვერდებზე კიდე ტიხრები აქვს რომ ეს მირტყმაზე უფრო მეტად დაცული იყოს. მე მაინც თუბები მერჩვინა, მაგრამ ნუ არა უშავს რა და კლასიკურად დაიტოვეს ის თავისი ვიზუალი თეთრი რაღაც ისეთი ძალიან იმით რა ქვია დიდი ზიზილპიპილები არ გავუკეთებია, რაც ძალიან კარგია. უბრალოდ აი ესე ვილემი აწერია. ხო, ეს ვილემიც უბრალოდ ვილემი არ არის დაწერილი, თვითონ დეფოს მისცეს დიდი თეთრი ნაჭერი ჩამოკიდეს კედელზე, მისცეს ფუნჯი და თვითონ როგორც დაწერა, თავისი კალიგრაფიით არის დაწერილი. ვახ რა ბოთლს მე მაგპატივი მე გავხსნა. კი ბატონო. ხო, იქ მოყევი რა, იქ ვილემ დეფოს სიტყვები რო არის რა როგორი გემოა ამ ვისკის. ვილემ დეფოს ქართულად ვთარგმნოთ ან? აუ ძალიან ძნელი სათარგმნია, ვარ დაახლოებით ჩინარს პროვოდი. How can I put it into words? როგორ გადმოცე სიტყვებით ხო? Kissing a mermaid in a rowboat. ქალთევზას რო კოცნიო, რაღაცა იმაზეო და კიდე სივიდ რა ეწერა, ზღვის მცენარეების სიგარას რო მოწევთ ანუ რაღაცა ეგეთი. ესენი ნუ კარგად უწერია რა. ხო, აბა შევხედოთ. იმასაც მოვყვები რომ ძალიან დიდი, ხო, ნახე ეტიკეტზე რა წერია ლაფროიგი. წინიდან. ეგეც პირველად არის. უი, ეგ კი არ შემიჩნევია. 43 და რამდენი არის? 43 და 7. 43 და 7, 14 წელი. ხო, ვილემ დეფოს თქვა უკვე ლევანმა უფრო მეტად მიაღებინეს მონაწილეობა ვიდრე უბრალოდ სახის დაქირევება და გადაგიღე წადი არაფერი, ნუ მართლა იარა იქ და რაღაცა თავის გემოები შეარჩევინეს რაღაცნაირად რა. შეიძლება დიდად მარკეტინგისთვის და სტორისთვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ რა რატომაც არა უხდება რა და კაია რა. უკვე სუნია. კალთევზას სუნია. ვაიმე, რაღაც ხანაერია, ნახოთ რა იქნება, იოდი გზნობა მაგრად. ხო, მე ეს ჩავდგათ ალბათ, ხო? ეს ჩავდგათ. მე იმასაც მოვყვები, რომ ლაფროიგში რო ვიყავი, დისტილერიაში, გავსინჯე პირდაპირ ოლოროსოს კასრიდან, კასრის სიძლიერის რაღაცასწაულიდანია. ხო, ალბათ 5 ეულში შედის ჩემი ყოველდღიური ვისკების. თუმცა ის იყო 11 წლიანი. მაგრამ იყო 11 წლიანი, ეს 14-იანია, მაგრამ ეს დაფინიშებულია ის მთლიანად ოლოროსო იყო. ფერი იგივე სხვათა შორის რაც ხონდა მუქია. მუქია და იმის ფერია რა, ოლოროსოს ჩვეულებრივი აწლიანი რაც არის და ახოთ ეგეთ ფერია ისიც. ხო.
გრადუსიც დაახლოებით ის არის თუ ზუსტად იგივე არის, 53-დან 55-მდე იყო ისიც რაც დავლია. ისეთი რამე დავლიო ჩამოვიდა, აი ყოველ კლუბზე ცრემლები მდიოდა და შენზე ვფიქრობდი, აი იმიტომ აი ეგეთი მაგარი კაცია ჩვენი ლევანწელია. აი ეგეთი რაღაც სიტყვები მითხრა ლაფროიგის იმასაც აღარაც გითხრათ რა. ეხლა რა ვიცი, ლაფროიგზე მეტი რა უნდა მოგიყვეთ, მე მგონი არ გინათ ხა ისტორიის მოყოლა ლაფროიგის და ბესი ვილიამსონთან ნუ გამიშვებთ. ამაზე რა ქვია, ჯერზე ვილიამ დეფოზე რო დაგიწყოთ მოყოლა ძალიან ბევრი შემიძლია, იმიტომ რომ მართლა კარგად ვიცი და მე მიყვარს ეს მსახიობი, მაგრამ მაშინ სხვა რუბრიკა გამოვა და ვისკის მოყოლთა კლუბში არ უნდა ვიყოთ, გარეთ ნუ გავიდეთ და სხვა რამე ვაკეთოთ და ასე რომ გადავიდეთ პირდაპირ გასინჯვაზე და ვისკიზე. აბა ვნახოთ. ფერი კარგია, სისქე ძალიან კარგია, ძალიან ნელა ჩამოდის ფეხები თუ ცრემლები, რომ ხან ერთ ეძახიან, ხან მეორე ეძახიან. ხო, კი, მართალი. აბა ვნახოთ. ვაჰ, აბა ვნახოთ რა გამოვიდა. კარგია, ძალიან კარგია. ტკბილია, ხო რა ალუბალი, ტკბილი ალუბალი არის. კი, რაღაცნაირი სვანაერი რაღაცა. ვიშნიოვკის სუნი. ხო, კი. აი ახლა ძალიან გაჩით ეს ეგ. აი ახლა წამოიღო ტორფი. პირველ დასუნაზე იყო, აი ვიშნიოვკა ვისაც გაგისინჯოთ, ეს ალუბალი სპირტი და შაქარი. ბიჭო, ხომ არა უკან არის ეს ტორფი ძალიან 14 წლიანი სამბავში ალბათ 14 წელი მაინც უკვე ასაკია. გახსოვთ 16 წლიანი რო დავლიეთ ერთად მაშინაც ევთქვით, რომ რაღაცა მედიძე აღარ ვიძახი კიდე რაღაცა ძალიან 25-იანი გავსინჯეთ ტორფი აღარ გზნობა საერთოდ. როგორც ხდება ხოლმე, რაც უფრო ტორფიანის რაც უფრო ძველდება, მით უფრო უკან მიდის ტორფი. ვაჰ ტორფი იგზნობა, მაგრამ უკან არის ძალიან და ოლოროსო იგზნობა საკმაოდ კარგად რა. ხარისხიანი ცხვირი აქვს რა ძალიან, თხილები აქვს და თითქოს, ანუ ოლოროსო იგზნობა ძალიან კარგად. ხო. ტორფი ძალიან შორიდან არის, ანუ ქვედა პლანზე არის ტორფი, მაგრამ თითქოს რაღაცა კიდე სჭირდება აფეთქება და აი ეს მე მგონი დრო უნდა. არ ვიცი ხო, ხის სუნიც აქვს, თხილის თხილეულის სუნიც აქვს, ახლა სუნზე რაც და ყველაზე მეტად გაქვს, მოდი შედარებით რო ავიღოთ, აი წეღან ზემოთ ხსენებულ 10 წლიან ოლოროსო ლაფროიგს ოღონდ ბევრად დახვეწილია ხა, ნუ იმის ვერსიის ბუკეტი რო აიღო და ბევრად უფრო დაამგრაულ და დახვეწ, ის უხეშია უფრო ხა. რა შედარებაა, ძალიან უხეში არის რა. ისე შეგვიძლია შეგვედარებინა აგერ გვაქვს ეგ ბოთლს. ხო, მაგრამ რაღაცა სხვაგან წაგვიყვანს ახლა უფრო და მე მგონი არ გრის, რავი. თუ გინდა ერთჭიქაში დავაცხადოთ, ცხვირები შევადაროთ უბრალოდ, არ ვიცი. შეიძლება, მოდი მოვიტან უსმოთ, შენ მანამდე გააგზავნე. ხო, ერთჭიქაში რომ უბრალოდ სუნი შევადაროთ, რამდენად? ახლოს არის. ჩემთვის ყველაზე ახლოს მაგასთან დგას რა, იმიტომ რომ არა, აი პორტვეინის ბიჭო, ცოტა ფერი ერთია, ხო. ცოტა აი პორტვეინის ვისკები რაც არის ხოლმე, იმის სუნიც აქვს რა, რაღაცნაირი ცოტა მოლეღვო და რაღაცა. ამას საერთოდ ცხვირი არა აქვს. ეგ რა არის? 10-იანი შეიძლება. ეს 10-იანი არის ახლა ამაში. ცხვირი აღარ აქვს. ამის მერე. ხო. აი ახლა ამაში ეს და იგივე ჭიქა რო ნახო. ხო. ჩემთან ძალიან აგრესიული არის ხა ეს მასთან შედარებით რა ქვია. ეს ჭიქა აგრესიულია უფრო და ამის ფონზე საერთოდ ისე გამოჩნდა. მაგრამ ბიჭო, ახლოს არის, მაგრამ ბევრად დახვეწილია, ხო? მე მგონი ძალიან ახლოს არის. არა, საერთოდ არ აი ჭიქაში ვერ გზნობ ვერაფერს. თითქოს წყალი ასხიო. ძალიან განიავდა დავიჯერო, ანუ ისე არ არის ეგეთი არაინტენსიური ვისკი ეს 10 წლიანი ჩვეულებრივი საკმაოდ ინტენსიური. კასრის სიძლიერესთან ვაპარალელებ და ალბათ ეგეც არის. თან ხო რა ვიცი. ვა, რა საინტერესოა. კაი, ეგ გადავწყვეტ ხა გვინდა ცხვირის შედარებისთვის გვინდოდა მხოლოდ. ძალიან დახვეწილია რა და აი რაღაცა ოლოროსოს გარდა ვგზნობ რაღაცას და ვერაფრით ვერ ვაკულმაშვებ. ხო და აი მე ეგ შეგიძლია ვამბობ რაღაცა გასწრდომაში არ ვიცი თუ არის ყოველ შემთხვევაში. ფიქსი არც იგზნობა როგორც ასეთი. მე პირადად უფრო პორტვეინი გახსოვს ხო შენ ნაჩუქარი ლაფროიგის პორტვეინი რა იყო, იმას იყო რაღაცა მსგავსი სუნები ასევე. აბსოლუტურად რაღაც მიმსგავსებული რა. ეხლა რა ვიღოთ არის ძალიან საკმაოდ დარბილებული, ძალიან სასიამოვნო სუნი, ოლოროსო იგზნობა საკმაოდ კარგად, ტორფი უკან არის გაწეული, ლაფროიგის ხასიათი უფრო უკან არის გაწეული, ვიდრე ზოგადად ლაფროიგში ხვდებათ ხოლმე და თუ ძალიან მიჩვეული ხართ, აი მაგალითად რო ავიღოთ კასრის სიძლიერის 10 წლიანი, არა ოლოროსო კასრის სიძლიერის, იქ ძალიან მძიმე ლაფროიგი რო ხვდებათ იოდით და ტორფით, აქ ეს იოდი და ტორფი რა თქმა უნდა იგზნობა, მაგრამ აბსოლუტურად ძალიან უკან არის. დომინანტი არ არის აქ, დომინანტი არის ის რაღაცა ხილის სუნი, ხილის არა უფრო აი შეიძლება თქვი ალუბლის რაღაც ისინი რა ქვია ჩაშაქრებული ხორ გავსინჯოთ ალუბლის მურაბის და ხო აუცილებლად კი ვნახოთ და რა მე ერთი ექსპერიმენტისთვის წყალსაც დავაწვეთებდი ერთი-ორ წუთს რომ ვნახოთ რა იქნება ჯერ გემოზე ვნახოთ რა
ვაიმე. აუ რა გემრიელია. აგე ვიშნეუკა გემოზე. ვიშნეუკა. აუ რა ალუბალია მურაბაო. წიწაკაც. წიწაკა ოხრათ არის ძლიერია, სკელია საშინელი. და ტორფი საერთოდ არა. ვაიმე. თითქოს ნაცარი არის, მაგრამ ტორფი არა. ნაცარი არის. ტორფი არა. და უხდება ძალიან კაი. ძალიან უხდება. აი სიტყვაულია პროსტო. აი მართლა ალუბლის სიტყვა ხო არის მჟავი ალუბალი, მაგრამ აი ჩაშაქრებული ალუბალი რო აიღოთ და რო დაამატოთ სიცხარე ძალიან და რო დაამატოთ ნაცარი. აი ეგ არის რა. ვაიმე რა საოცრებაა. ხილები და წამოვიდა ხა ძალიან ისეთი ზეთიანი ნიგზები და თხილები. აუ რა ზეთოვანი ძალიან ძალიან სკელია. ანუ სუნი საინტერესოდ კარგი იყო, მაგრამ გემომ და ფინიშმა აი გადააჭარბა ყველაფერი ყველანაირი მოლოდის რა. ძალიან კარგი. არა, საოცრება. საოცრება. ჩავასხოთ წყალი. მენანება. მაგრამ ნუ ექსპერიმენტისთვის ნახოთ რა გამოვა აგერ ჩვენი წყალი. მიდი შენ და მე. არა, ნუ საოცრება. ფასი არ გითხრამს არაფერი და მინდა გითხრათ, რომ ეხლა არ ვიცი ეს რა ქვია, როგორ არის გაყიდვის ამბავში. გამოიყიდა უკვე თუ არის? მოგეთ წესით ეს უნდა გაყიდულიყო მარტო ლაფროიგის საიტზე ვალოტით რა, ანუ უნდა შეხვიდე, დარეგისტრირდე ამ ვალოტში, გათამაშებაში დოლარასავით არის რა და შენი სახელი თუ ამოვა, გამოგიგზავნოს ლაფროიგი თუ ჩარიცხავ ფულს. ეგეთი ამბავია. მაგრამ რატომღაც რამდენიმე გერმანულ საიტზე უცბად მოულოდნელად გაჩნდა გასაყიდად ძალიან ლიმიტირებულად, ზოგ საიტზე მარტო 1-2 ბოთლი იდო. ჯერ კიდე მანამდე სანამ ლაფროიგი აი როგორც თქვი დასაწყისში ვიდეოზე დაიწყებდა დარიგებას. ხო. ძალიან ბევრი აი ვისკი ბეიზზე მაგალითად რო შეხვიდე, ვიღაცას უწერია რომ ესენი გიჟები ხო არ არიან საერთოდ. მე ამდენი ვიწვალე იქ დავრეგისტრირდიო, მონაწილეობა მივიღე რაღაცა. გამიხარდაო რომ რჩეული გავხდი ლაფროიგისო და ამ დროს მაღაზიაში იყიდებაო რა. ჯერ კიდე მანამდე სანამ არ მიმიღია საერთოდ სახლშიო. ხო და ვაუხრებ ამბალოცო და ლაფროიგისას არაფერს აღარ ვიყიდიო. ეგრე ხო, ნუ აბსოლუტურად მისაღები გულისწყრობა. 160 ლაიქი აქვს ვისკი ბეიზზე მაგ კომენტარს. ამ ბოთლის ქვეშ. ხო და აი გუშინო რაღაცა მოხდა რომ რამდენიმე გერმანულ საიტზე ლიმიტირებულად სულ რამდენიმე ბოთლი 10-ზე ნაკლები ბოთლი თითოეულში იდო საწყისი ფასი იყო სადღაც 140 ფუნტი დაახლოებით ლაფროიგის საიტზე და იგივე ეკვივალენტი ევროებში იყო ამ გერმანულ საიტებზე, მაგრამ ეხლა ბოლოს რაც ვნახე, უკვე цота გაზრდილი არის ფასი, რაც დარჩენილია კიდე თუ არის დარჩენილი ამ გერმანულ საიტებზე, 180-დან ზემოთ არის უკვე ევრო. კი, იაფი არ არის, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ვისკია. ერთი ინტრიგნული შეკითხვა უნდა ვსვა. საფასო კატეგორია კი სხვაგან არის, მაგრამ ბოლოს ასევე ძალიან რომ აგვაბრთოვანა ардბეგი კასრის სიძლიერის 10 წლიანი. მე მგონია ეს. მე ეს მირჩევნი ხა მე просто მისავარ ხა ардბეგის ფანები დამეჯახებიან მცემენ, მაგრამ ეს არის რა, მაგრამ ეს ძვირიც არის რეალურად ხა ის 100 евро ხილს თუ არ ვწდები ღირდა. ნუ ეგ ღირდა საიტზე 75 ფუნტი, მაგრამ ეხლა უკვე აუტოსტოკ არის და 180 აუქციონებზე 180 არის უკვე. ნუ საწყის ფასი ნაკლები იყო ყოველ შემთხვევაში საიტზე, საწყის ფასი ნაკლები იყო ვიდრე ეს. ეს ჩემი აზრით ეხლა ардბეგ კასრის სიძლიერისას ჯობია ну გაცილებით ჯობია ვერ ვიტყვი, მაგრამ ну ჯობია რა, ჩემთვის ჯობია. უფრო მრავალფეროვანია. და ხვირი მაგრა გაიხსნა წყალზე. აი დავასკი წყალი და შეგვიძლია ველოდებოდი რომ გახსნილიყო. ნაცარი წამოვიდა წინ. ნაცარი გაიჩიტა, მაგრამ ძალიან წინ არ არის. ჩემთან არ არის ძალიან წინ. ხო, მაგრამ ну საერთოდ არ იყო რა, მარტო ტორფი იყო უკანა ცოტაზე და ეხლა ნაცარი წამოვიდა. და იცი რა სტკბები გაიჩიტა, უფრო ლაფროიგს დაემსგავსა რა. ხო. ვანილიც და რაღაცების გაიჩიტა რაღაცა ასე ბაზას რაც აქვს დაფინიშებამდე. გაიხსნა. ჩაკეტილი იყო ხვირი თავიდან მართალი რო თქვა და ეხლა გაიხსნა მართლა ძალიან დამცხრისუნი აქვს, უფრო მეტად დამცხრისუნი გაიჩიტა ეხლა. რაღაცა ვანილიანი დამცხვარი რა, რაღაცნაირი და ისეთი მარტივი დამცხვარი. თეთრი კრემით. აბა ნახოთ ეხლა წყლით. ოი, თეთრი კრემიანი ცოტა იმით, ალუბალი გაიწია უკან ცხვირზე. ხო, სხვა სიტყვები წამოვიდა რა. სხვა სიტყვები წამოვიდა. და საინტერესო ვისკია მაგამ ბავშვის. აბა ნახოთ. აბა ჰე. პილპილიდან აცარი მოემატა. როგორც ხდება ხოლმე საერთოდ წყლის შედევის დროს? ეს გამოვლების დროს თითქოს თავიდან ის აფეთქება აღარ აქვს, იმიტომ რომ ეხა ის რომ უსკენით ეხლა იმის მერე, მაგრამ 7-8 წამი გამოვლების მერე ნელ-ნელა ეს პილპილი ისევ გაცოცხლდა, წამოვიდა და რო გადაუყლაპე, ენა იმდე დამიწვა რა. პილპილმა. სიმწარე კი არა, ნაცარ. ხო, აი ხო. ნაცარმა და პილპილმა ერთად, ხო. მაგრამ გემოზე გაჩნდა გაქრა სიტყვა. გემოზე გაქრა, იმიტომ დომინანტი გახდა პილპილი ნაცარი ძალიან წინ წამოვიდა და სიტყვა საძებარი გახდა. არის, მაგრამ აი საძებარი რა. თუმცა ესეც კარგია. ეხლა რაღაცას რო ჭამდე, ესე წყალგარეულს მივაყოლებდი.
და მერეს ბოლოს უკვე ისე იმიტომ რომ ძალიან ფეთქებადი არის. წყლის გარშე ძალიან ფეთქებადი არის და ფეარინგში თუ რამესთან დაგჭირდებათ, იქნება ეს საკვები თუ სხვა რამე, ცოტას გაგიხურებთ საქმეს რა, იმიტომ რომ ძალიან ფეთქებადია და ძალიან თავის იმაზე მიყავს. აი, ეხლა წამოვიდა ცხვირზე ეს სივიდ და რაღაცები რა წყალმცენარეები და ეგ ლაფროიგის ხელწერა არის უკვე. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეხლა და თქვათ, ნუ რა თქმა უნდა იაფი არ არის, ძვირია. 14 წელი კარგი ასაკია, გრადუსი მაღალია და კარგი ხარისხიანი, ძალიან ხარისხიანი სითხეა, იმ გაგებით რომ ეს სისქე და აფეთქება და ზეთოვნება რაც აქვს, ეგ ჩვეულებრივ მარტივ ვისკებს ვერ აქვთ ხოლმე. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ მაღალი დონის ვისკი, რომელიც ჩემი აზრით ფას ამართლებს რა. კი აზვირი, მაგრამ ამართლებს იმიტომ რომ აი სასწაულად მაგარია. 14 წლიანია. 16 წლიანი გაგროს, 16 წლიანი მე მგონი 160 თან ვილემ დეფოს სახეთ ფასი წავის ეთიკეტზე ყველაფერი. მაგას ვილემის სახელი რა მთელი ხო? რა ვიცი ხო, პრინციპში რავი. ანუ ეგრეთ ანუ კორ რეინჯში 16 წლიანი რაც აქვს ჩასმული ხო? იმაზე ძვირი არ არის. და ამ დროს არის კასრის სიძლიერე, 16 წლიანი 46 გრადუსია. პლუს დეფო, პლუს განსხვავებული ყუთი, პლუს 16 წელს ეს ჯობია კაცო, ხო რა გადავა. ჩვეულებრივ 16 ჯობია. ხო ქონდა, ნუ შედარება არ არის. ძალიან დახვეწილი ძალიან კარგი ვისკია ის, მაგრამ ნუ ჩვეულებრივი კარგი ლაფროიგია და ეს არის არაჩვეულებრივი კარგი ლაფროიგი, ნუ რა. არ არის ნუ ეს ძალიან კარგი ვისკია და ნუ ძალიან იშვიათად რომ ესეთ ვისკის ესე მარტივად გადააწყლეთ ვითომ შემთხვევით და იაფად გამორიცხულია. რომლის გასინჯოს უკვე დღეიდან შეგიძლიათ ვისკის კლუბი ბარში. მოდით გასინჯეთ სანამ არის. სასწრაფოდ. გამოიწერეთ არხი, გაწეროთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. აბაი.